აი დაგიბრუნდით და ბოლო კვირასთან დაკავშირებით აუცილებლად ესე გადავწყვიტეთ რომ ვისაუბროთ თლიანად აი მოვლენებზე თუ რაც გველის ამ კვირაში მამალ თუ შეიძლება რომ თქვათ აი ბოლო კვირა რაზე უნდა გამახვილოს ყურადღება აი ყველა ფაქტორი რომ წინ წამოწიოთ რაც მნიშვნელოვანი არის ხომ ამას 20 გადაცემა არ ეყოფა მაგრამ აი თქვენ რა მიგაჩნიათ ისე მნიშვნელოვნად კი ბატონო მოდით თითეული დღე მოკლედ განვიხილოთ დავიწყოთ ნუნდების ვიდეოლამდე თქვენ ისიც რომ არის ეგრეთ წოდებული ლაზარე შაბათი და არის შემდგომ კვირას ეგრეთ წოდებული ბზობა ლაზარე შაბათი დაკავშირებულია იცით თქვენ ლაზარეს აღდგინებასთან ეს სახარებისეული თხრობა გადმოცემულია იოანე მახარებელთან რომლის მიხედვითაც მაცხოვარი აღადგენს 4 დღის მკვდარ ლაზარეს რომელიც ასე წერია რომ მყროდისღა უკვე გახსნა დაწყებული ქონდა 4 დღის მკვდარი იყო უკვე დაკრძალული იყო აკლდამაში როდესაც მაცხოვარი მას ეს გახდათ იცით თქვენ მართასა და მარიამის ძმა და ის მოუწოდებს ესე იგი მოუწოდებს აკლდამიდან და ეუბნება ლაზარე გამოვედგარე და ლაზარე ხელფეხ შეხვეული სუდარით როგორც აღწერილია იოანე მახარებლის მიერ გამოდის გარეთ და რას განასახიერებს ეს ზოგადად ყველაზე დიდი სასწაულთა შორის რა თქმა უნდა მკვდრის აღდგინება ჩვენ სახარებათა თხრობაში რამდენიმე აღდგინების ისტორია გვხვდება მიცვალებულისა, მაგრამ ეს ყველაზე გამორჩეულია კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ უკვე გახსნა დაწყებული აქვს სხეულს და რა თქმა უნდა ამით უფალმა ცხადყო რომ ის არის უფალი ცოცხალთა და მკვდართა როგორც დაწერილია და ის და არ არის როგორც თავადამოსფალი არ არსებობს ღმერთი მკვდართა არამედ ცოცხალთა ამით მან დაადასტურა ის რომ არ არსებობს სიკვდილი ამით მან დაადასტურა ის რომ სიკვდილი დამარცხებულია განკაცებული ღმერთის მიერ თუმცა მეორე მხრივ ვიცით თქვენ რომ მართალია ესე იგი ლაზარე აღდგა მაგრამ ლაზარე შემდგომ მაინც მიიცვალა მაგრამ ეს წინასახია მკვდართა საყოველთაო აღდგომისა ოღონ იმ განსხვავებით რომ მკვდართა საყოველთაო აღდგომისას ადამიანები აღარ აღდგებიან აღარ უკაცრავად აღდგომის შედეგად აღარ მოკვდებიან ხო უკვე ისინი დაბრუნდებიან იმ სხეულებს ეგრეთ წოდებულ განღრთობილ სხეულში რა სხეულითაც მაცხოვარი აღდგა რომელმაც არ იცის რა არის სიკვდილი რითიც შექმნა ღმერთმა ადამიანი თავდაპირველად იცით თქვენ რომ ღმერთს ადამიანი სიკვდილისთვის არ შეუქმნია სიკვდილი არაბუნებითი თვისებაა კაცისა და ეს სიკვდილი სოძვამ გამოიწვია თორე რა თქმა უნდა კი ბატონო თორე ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი ცალკე ხორცსა და ცალკე სულად ღმერთმა კაცი შექმნა სულად და სულისა და ხორცის დამარცხებისათვისაც მერე მაცხოვარი ერთგვარად და სიკვდილი დადგუნა კი ბატონო აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით რომ ის გახლავთ სწორედ ერთადერთი ვინც მოკვდა ოღონ მისი სიკვდილით სიკვდილს კი არ დაექვემდება რა არამედ მან სიკვდილი დაამარცხა თავისი სიკვდილით და როგორც ჩვენ აღდგომის ტროპარში ვკითხულობთ და გვალობთ რომ სიკვდილითა სიკვდილისა დამძგნველი ამას ნიშნავს ეს და აი ლაზარეს აღდგინებას ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება როგორც მახარებლები და უკვე მეორე დღეს მაცხოვარი ამას უკვე 4 მახარებელი აღწერს ესე იგი შეჯდება სახედარზე და დიდებით შებრძანდება იერუსალიმში და რას ნიშნავს დიდებით შებრძანება იერუსალიმში ის ამხედრებული სახედრებზე მას ხდება იქ იერუსალიმში მცხოვრების საზოგადოება ყვირილი დაფთაფებით ტანსაცმელს უგებენ პალმის რტოებს უგებენ და ამბობ ყვირიანო ოსანა მაღალთა შინა კურთხეულს მომავალი სახელთა უფლისათა მარიამ ისა უკაცრავად მაცხოვარის სახედარ უფროსწორად უკვე ჩვენ აი 4 მახარებელს ასკოთ ხრობას კრებსითაც შევაჯამებთ ის ჯდება კიცსა ზედა კარაულისას ანუ სახედრის ნაშიერზე რომელზეც პირდაპირ წელს იქ მახარებელი რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა ანუ ესეც სასწაულია რომ ის ჯდება გაუხედავ სახედარზე მოგეხსენებათ სახედარი ზოგადად გამოიყენებოდა მაშინ სამგზავრო და სატვირთო საშუალებად მაგრამ აუცილებლად ის უნდა გაეწყდათ მაგრამ მაცხოვარი ესეც სასწაულია გაუწყდელ სახედარზე ჯდება და ისე შედის ამას თავისი სიმბოლური სახისმეტყველებით დატვირთვა რა თქმა უნდა და ამ ესე იგი ამ კიცს ანუ ამ სახედარს თავისი დედაც მოყვება უკან ანუ დიდი სახედარი ეხლა რას ნიშნავს მოდი ეს თქვა სახედარზე ამ შემთხვევაში განასახიერებს მაცხოვრის ჯდომა სახედარზე ერთი მხრივ განასახიერებს რომ მაცხოვარი იმარჯვებს
კაცობრივად ყველანაირ ნებაზე და ასევე განასახიერებს განასახიერებს ებრაელებსაც ანუ და უკაცრავად წარმართებს ანუ ქრისტეს უბრალოდ კიცვი ანუ სახედრის ნაშიერი განასახიერებს წარმართს ხოლო კიცვის ასე თქვათ მშობელი სახედარი განასახიერებს ებრაელებს ანუ ამ ხაზგასმულა ის რომ ზეღმერთი გამკაცდა ყველასთვის როგორც ებრაელთათვის ისე წარმართებს ანუ მისი განკაცების საყოველთაობაზე უსვამს ხაზს. ამის შემდეგ ის როგორც მოგახსენეთ შეგრძანდება იერუსალიმში მჯდარი სახედარზე და მას ესე იგი უფენენ ტანსაცმლის დაფენა ამ შემთხვევაში გამოხატავს პატივგებას გარდა ამისა გულების ამ ტანსაცმლის დაფენით ეს ხილული მხარე გახდათ გამოხატული იყო უხილავი რა იყო რომ ადამიანებმა თავისი გულები თავისი თაყვანისცემა დაუფინეს მაცხოვარს იქვე შენიშნავენ ფარისევლები ხედავო რას ამბობენო მაცხოვარს ეუბნებიან დაადუმეო ესენიო და მაშინ მაცხოვარი მათ ეუბნება რომ ესენი რომ დაადუმდნენ ქვები დაიწყებენ რაღაც ანუ ეს გახლავთ ესე იგი ამ დღესასწაულს ჩვენ ვუწოდებთ ბზობას ხოლმე ესაც ვთქვათ ქართული ტრადიცია თუ ბზას საერთოდ არ არის ნახსენები სახარებაში და რატომ იქ არის ნახსენები პალმისტო დანაკის კუდი იოანეს სახარებაში ძველ ქართულად სწორედ პალმისტოს ნიშნავს ხე ისრაელში ბუნებრივად პალმა მოდის ჩვენ და ბუნებრივად პალმა არ მოდის მოდის ბზა ანუ აქ რატო პალმასა და ბზას მარადმწვანეა მარადმწვანეობა მიანიშნებს განკაცებული ღმერთის მარადიულობას, მეფობას. აი ამიტომ ასე ვთქვათ იკურთხება ხოლმე ჩვენ შემთხვევაში ბზა, თუ პალესტინაში დღესაც პალმისტო იკურთხება, როდესაც ვთქვათ ლიტურგია აღესრულება ამ დღესთან დაკავშირებული. მოკლედ მაცხოვარი დიდებით, ეხლა კიდე აი ერთ-ერთი მინდა გავამახვილო ყურადღება, როდესაც ჩვენ ბზობას ვეხებით. რატომ ჯდება მაცხოვარი სახედარზე და არა ცხენზე? მაშინ როდესაც არ მრავლდებოდა ხო? არა, ეხლა მოგახსენებთ. ცხენის შესვლა ქალაქში იყო მიღებული. აი ასგულის მაგალითად რომის იმპერიაში იყო ასეთი ჩვეულება, როდესაც იმპერატორი ან იმპერატორის მიერ წარგზავნილი მთავარსარდალი გაიმარჯვებდა ომში. ის ქალაქში ცხენით ან ცხენი ეტლეზის ჩემბული ცხენით ბრუნდებოდა და ქალაქი მას ხვდებოდა, ესე უფენდნენ სწორედ თქვათ სხვადასხვა ხის ტოვებს და ასე შემდეგ, ყვავილებს, გვირგვინებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ტრადიცია მიღებული იყო, მაგრამ ყურეთ როგორც ივანე ოქროპირი განმარტავს წმინდა ივანე ოქროპირი ცხენი ყოველთვის დაკავშირებული იყო ომთან. ხოლო ის შედიოდა იერუსალიმში არა ომის, არამედ როგორც მშვიდობის მეუფე. ამიტომ ის ჯდება სახედარზე. ვადაშორის თქვენ იცით რომ ამ დროს ისრაელი რომს ყავს დაპყრობილი და პირდაპირ ბრძანებენ გამარტებლები რომ რომს რომ ერთი წამითაც ეჭვი შეპარებოდა იმაში რომ მაცხოვარი რაღაცა როგორც პოლიტიკური ლიდერი ისე შედიოდა რა თქმა უნდა სათანადო ზომებს მიიღებდნენ მაგრამ ამის გავს იქ არაფერი არ მოხდარა იმიტომ რომ ყველა დაარწმუნა იმაში რომ მართალია გრანდიოზულად დახვდა ეს ხალხი მაცხოვარს მაგრამ ეს არ იყო რაღაცა ესე პოლიტიკური იმით განპირობებული მაგრამ მეორე მხარე რა გახლავთ ამისა ეს ხალხი რომელიც დიდებით ხვდება მაცხოვარს ამ ხალხის უდიდესი ნაწილი 6 დღის შემდეგ ჯვართან იყვირებს ჯვარსაცვი და მოკალიესო. აი ეს ბრბოის ფილოსოფია, როდესაც ადამიანს შეუძლია რომ ერთი დღე გაქოს და მეორე დღე სასიკვდილოდ გადაგცეს. ეხლა გავაგრძელოთ ეხლა ესეც ვთქვათ როგორ სხვათა შორის უნდა ითქვას რომ ეს ამ ხალხის ეს დიდი სიხარული ეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე რომ შეიძლება ადამიანი რომელიც ძალიან უყვარდი შეიძლება ძალიან ძულდე და ძალიან ბევრი შემთხვევა არის და ამისათვის ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ მზად აი ღმერთმა აქ ეს გვიჩვენა რომ ჩვენ შეიძლება ის ადამიანები ვინც დღეს გვაქებენ ხვალ გლანწყონ ხვალ რაღაცა უარ გყონ და ასე შემდეგ და ვინც გვეიმედება იმათმა გაგვიცნონ იმედები ეს იქნება ჩვენ ცხოვრებაში და გარდავალე და ამას ჩვენ უნდა შევეგუოთ იმიტომ რომ ყველა ქრისტიანს აი ამ ხრივ ბოროტი ებძვის იმიტომ რომ ზუსტად რომ იცით რატო თარო დაგაგმობინოთ ის მთავარი და რაღაცა სასწაკვეთას მიეცე და ის უნდა გადავიტანო და ჩვენი გადასატანი ეგიცოდეთ რომ ქრისტიანობას ესეც მოსდევს რა იმიტომ რომ ეს შეიძლება ვიღაცის ცხოვრებაში ხდება მაგრამ თუ ეს ხედვა არ გექნება შენ ღრმა ქრისტიანული ხო ვერ დაინახავ ვერ შეამჩნევ და აი ამას ვინც ამჩნევ და ვისაც გულით ტკივა და ვისაც რაღაცა ხო იცოდეთ რომ ეს აუცილებლად ღმერთსაც მოუვიდა და თქვენც ამისთვის რა თუნდა იყოთ იმიტომ რომ თუ მისი გამგზელებელი ხართ გზის და გინდათ რომ იყოთ ის ადამიანები ვისითაც ღმერთი ამაყობს ბოდიშით რა კი არა არ შეიძლება აბსოლუტურად სწორი ჩანართია უფალი თავარბრძანებს თუ კი მე მდევნეს თქვენცად დევნეს ანუ რა თქმა უნდა
ქრისტიანობა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ადამიანი ყველა მოიზულოს, ან შეიძლება დღეს აქებდეს და ხვალ ლახვარცემდეს გულში, მაგრამ არ უნდა შეეშინდეს არავის ამისას, ვინაიდან თავად უფალსაც ასე მოექცნენ და მთავარი არის რომ უფალი არ ტოვებს მართალ ადამიანს. აი ფსალმოში წერია ბრწყინვალე ყრმა ვიყავდა დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ და არც ეთესლემის იმთხოველ პურის, ანუ რა რომ ყრმა ვიყავიო, ბავშვი ვიყავიო და დავბერდიო და ჯერ არ მინახიაო ბრძანებს ესწავლენ რომ მართალი ღმერთს დაეგდოს და მისი თესლი, ანუ მისი შთამომავლობა პურის თხოვნელი გამხდარიყოსო. უბრალოდ გამორიცხულია რომ მართალი ადამიანი ღმერთმა მიატოვოს. თავარია ჩვენ ვიყოთ მართალნი ღვთის წინაშე, თორე შეიძლება კაცობრიობა, შეიძლება სრულიად კაცობრიობა აღიზრდას მართალი ადამიანის წინაშე, მაგრამ ყოველთვის საბოლოო სიტყვას ყველგან და ყოველთვის ღმერთი ამბობს. და ღმერთის აი რახან ჩამოვარდა ეს თემა, უნდა ვთქვათ რომ ხშირად ადამიანი აი ამ კვირაშიც ხონდა ამ თემაზე საუბარი რომ არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი ღვთის სამართლიანობაში. ვინაიდან ხანდახან როდესაც ადამიანები რაღაცა უსამართლობაში არიან, ან რაღაცა განსასწრელში არიან, ან რაღაცა უპატიობაში არიან, ისინი თითქოს ფიქრობენ რომ აი რატო დაუშვა ღმერთმა ეს. ერთი რამ უნდა ვიცოთ ჩვენ ამ ეთერშიც გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ რომ და ჩვენ არასოდეს არ განსაჯოთ იმით, რასაც მხოლოდ ვხედავთ, ან რასაც მხოლოდ ხვდებით. ძალიან ბევრი რამ არსებობს, რასაც ვერ ხედავთ და რასაც ვერ ხვდებით და რასაც ხედავს და რასაც ხვდება ღმერთი. ამიტომ ღმერთმა უკეთ იცის, როგორც აი პატარა ბავშვი, რომელიც თქვათ ავათხდება და მას რაღაცა წამალს ვასვევთ, ტირის, ნემს უკეთებ ტირის, მაგრამ ის ვერ ხვდება. ის მარტო გზნობს ტკივილს, როცა ნემს უკეთებენ, ან სიმწარეს, როცა წამალს ვამს. და ვერ ხვდება იმას, რომ ამ ტკივილს და სიმწარეს განკურნება მოხვება. ასევეა, რომ ჩვენც ვერ ხვდებით ხშირად ღმერთი რატომ უშვებს ამა თუ იმ განსასწრელს ჩვენზე, მაგრამ წამდეს და გჯეროდეს, რომ ამ განსასწრელს ყოველთვის მოყვება ლხინება. და ნეტარი ყო მგლოვარენი გულითა, რამე თუ იგინინ უგეშინის სემული იქნენ, აი ცხრანეტარებაში ვკითხულობთ. ასე რომ ეს ზოგადად გაზრდებს და აი ეს ფაბულა, ეს პირველად თავად მაცხოვრმა გვაჩვენა, სწორედ ივნების შვიდეულში განსაკუთრებულად, რასაც ახლა განვიხილავთ ჩვენ. შემდგომ მოდის ორშაბათი დღე. ორშაბათ დღეს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის ხის, ასე ვთქვათ, დაწყევლას, ანუ როდესაც მაცხოვარი შებრძანდება და ესე იგი ბეთანიასთან და იქ ხედავს ლეღვის ხეს, რომელსაც ნაყოფი არ ასწია და ეუბნება რომ უკუნისამდე არ გამოგღებს ნაყოფი. სხვა განმარტებელი აღნიშნავს, მეორე განმარტებელი რომ ჯერ არ იყო, ანუ ლეღვი ვერ სესწრებოდა ამ ხეს, იმიტომ რომ ლეღვობის ის არ იყო ჯერ ასე ვთქვათ ლეღვობის სეზონი. ხო, ესე საინტერესოა. აი ეს არის საინტერესო, რატო აკეთებს ამას ბაგუფალი? რატომ? იმიტომ რომ აქ ერთი მხრივ იგულისხმება ის რომ ანუ ადამიანი რომელიც არ გამოიღებს ნაყოფს ის გახმება, ანუ ის ღვთის სამართალს დაექვემდებარება და ღვთის საჭირს. გარდა ამისა აქ რა იგულისხმება რომ უფალს რომელსაც ერთი სიტყვით შეუძლია გაახმოს ლეღვის ხე და ხოდროს ლეღვის ხეც არ არის აქ შემთხვევით, იმიტომ რომ ლეღვი მოგეხსენება თქვენ რომ ფაქტობრივად მერქანი არ აქვს, აი წვენი აქვს შიგნით, მერქანი არ აქვს, ანუ თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ყველაზე ნედლი ხეა ნედლთა შორის და აი ამ უნედლესი ხის ერთი სიტყვით გახმობა შეუძლია უფალს და უფალს რომელსაც ეს შეუძლია, რომელსაც მოციქულები ხედავენ. მოციქულები როდესაც მიხილავენ მის ჯვარცმას, უნდა გაახსნათ ეს და უნდა იფიქროთ რომ როგორ ვერ დაექვემდებარება სიკვდილს ის, ვისაც ერთი სიტყვით შეუძლია გაახმოს ხე და ვთქვათ მოახდინოს უამრავი სასწაული, რომელიც მოციქულებას სახარებაში არაერთხელ იხილეს. ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ ხდება ის, რომ გარდა ამისა ამ ლეღვის ხის ესე ვთქვათ ეკლესია ასევე იხსენიებს ბიბლიურ იოსებს, ესეც უნდა ითქვას აუცილებლად. იოსები მოგეხსენება თქვენ არის ის მის შესახებ ჩვენ დაბადების წიგნის ბოლო ნაწილში ხვდებით თხრობას და რომლის მიხედვითაც მას გაყიდიან, შემდგომ ესე იგი დაიტანჯება და შემდგომ დიდებით ესე იგი დიდებაში ასე ვთქვათ განაჩინებს მას ღმერთი და იოსები არის წინასახე ქრისტეს ჯვარცმისა, ნებისა და აღდგომისა. ამიტომაც იოსები საკითხავებში, ამ დღის საკითხავებში იოსებით დარდება იესო ქრისტეს და იოსების მიხედვით წინამოსწავლებულია იესო ქრისტეს განკაცება. რაც შეეხება სამშაბათს. სამშაბათს ჩვენ ვიხსენიებთ და იკითხება ამ დროს თქვენ იცით რომ ნების ვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძრებში იკითხება ოთხივე სახარება თითქმის სრული სახით, რამდენიმე ბოლო თავს თუ არ ჩავდით ივანეს სახარება. თითქმის მთლიანი ოთხივე სახარება იკითხება და ამ ოთხივე და ამ დღეს იკითხება
იგავი 10 ქალწულისა და ტალანტების შესახებ. რამე ეს იგავი კარგად მოგეხსენებათ, ანუ 10 ქალწულის შესახებ, როდესაც ესე იგი 10 ქალწულს ეტყვიან რომ მოემზადონ სიზის დასახვედრად, 10 აქედან 5 მზად არის, 5 არა, კერძოდ 10-ვე ლამპარი აქვს ანთებული და სიძეს ელოდებიან, მაგრამ 5 ლამპარი უშრთება, ან უხრება, ეუბნება და შეიძლება რომ ზეთი მოგვეცი და ისინი ეუბნებიან რომ ეზეთი თქვენ რომ მოგცეთ ჩვენს არ გვეყოფა და თქვენს, ამიტომ მოდით წადით ქალაქში იყიდეთ, მე მოდით ჩვენ და ისინი მიდიან ქალაქში გზეთის საყიდლად და ამ დროს მოდის სიძე იღება კარიბჭე სიძევიზეა საუბარი თქვით ზეგმერტზე რა თქმა უნდა იესო ქრისტეს მეორბოსლა შედის ეს 5 ქალწული და კარები იხევრება შემდგომ ის 5 ქალწული ბრუნდება და აკაკუნებს კარებზე მაგრამ იქედან ეს ვსვარო და ხო კი ბატონო რომ არ გიცნობ თქვენ ეს რა არის ხო რომ აი არ გამოგვეპაროს ღმერთი ამაზეა საუბარი შეიძლება რაღაცა გეგონოს რომ აი ეს ნიშნავს იმას რომ არავინ იცის როდის მოვა ღმერთი ანუ აქ უნდა ვიყოთ მეორბოს არ იგულისხება, აქ იგულისხება ასევე გარდაცვალება. ანუ მეორბოსლას ყველა ვერ მოეს არავინ არ იცის, მაგრამ თავის გარდაცვალებას, ასე ვთქვათ, ყველა განიცდის თავის თავზე აუცილებლად და ამიტომ აქ იგულისხება ის, რომ ადამიანმა არ უნდა გადადოს კეთილის საქმე. ზეთი ნიშნავს საქმეებს განმარტებელთა მიხედვით. ზეთი რომელიც ზანთებს ლამპარს, ანუ ჩვენ სულს განანათლებს ჩვენი საქმეები. და თუ კი ეს საქმე არ გვექნება ქრისტესთან შეხვედრისას, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ დავხვდებით ქორწილის მიღმა, ანუ სასუფეველის მიღმა მერთმა დაგვიფაროს. და იგივეა, ნუ ტალანტების შესახებ იგავი, აქ იგულისხება ისი თქვენ აქ სამ მონას აძლევს ტალანტს, ორი მონა განვაჭრის და დაუბრუნებს განვაჭრებულს, ანუ მოგებულს და ერთი მონა ამბობს რომ ესე იგი წავა დამარხავს ამ ტალანტს და როდესაც უფალი მოდის და ეუბნება თუ წაიღო როგორ მოექცა ის ტალანტს, ის ეუბნება რომ მე ვიცი რომ შენ როგორი კაცი ხარ დათეს გინდა მომკა იქ სადაც არ დაკეთესი ამიტომ მე ეს წავიღე მიწაში დავფალე და შენობა კონდეს და ბატონი მას ჯის აქ ტალანტში იგულისხება ნიჭი შესაძლებლობა და ნიჭი რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგცა ვაჭრობაში შრომა იგულისხება რაც არ უნდა ნიჭი ანუ ყველას მიეცა რაღაც ნიჭი ყველას მიეცა რაც ყველაზე მთავარია შესაძლებლობა ცხონებისა მაგრამ ეს ვიღაცამ გამოიყენა ვიღაცამ არ გამოიყენა ხო ანუ საეკლესიო სწავლება რა არის რომ გამოხსნილია კაცის ბუნება, მაგრამ პიროვნების გამოხსნა, პიროვნებამ უნდა აღასრულოს საკუთარი ღვაწლი და ანუ ორშაბათი, სამშაბათი დღე უკვე ნელ-ნელა მიდის, ასე ვთქვათ, აი ხვალ სწორედ 4 შაბათი დღეა ნებიშვიდეულისა მოგეხსენებათ, 4 შაბათი უკვე არის გახსენება უფლის გაცემისა. თქვენ ისიც რომ სრულიად წლის განმავლობაში თუ კი მსგებსი არ უწევს 4 შაბათი და პარასკევი ისედაც მარხვა. რატომ ამ დროს ჩვენ ვიხსენებთ 4 შაბათს უფლის გაცემას, ხოლო ნუ პარასკევს ჯვარცმას. მაცხოვრის გაცემა იუდას მიერ მათესახარებაშია ყველაზე ვთქვათ მკვეთრად გამოკვეთილი, კერძოდ იქ სამსახაწერია რომ იუდა მიდის წიგნობრებთან და ფარისეულებთან და ეუბნება რომ მომეცით მე ვერცხლა მე თქვენ ესე მას გადმოგცემთ და ისინი მას და რამდენი გინდა და იუდა არ ეუბნება და ისინი მიუწონიან მას 30 ვერცხლს. ეხლა მოგახსენეთ 30 ვერცხლის ისმით საწონები. დიახ 30 რატომ აი ეს ამ დამცირების და იმის ხო საინტერესო 30 ვერცხლი ძალიან დიდი თანხა არ იყო. არ ცოტა არ იყო, მაგრამ არ დიდი თანხა არ იყო. ვის ყიდულობდნენ ამ ფულს? კი ბატონო, მოსერჯულის თანახმად ეს იყო მონისაფასური. ანუ როგორც ესე იგი კირილ ალექსანდრიელი და ივანე ოქროპირი ბრძანებენ, ამით ეშმაკ სურდა დაემცრო მაცხოვარი და მონის საფასურად ასე ვთქვათ შეეფასებინა ის ადამიანთა თვალში. ამიტომ 30 ვერცხლს იღებს იუდა. გარდა ამისა 4 შაბათსვე აღინიშნება რა, როდესაც მაცხოვარი მიდის ესე იგი სვიმონ კეთროვნის სახში, უბრალოდ ის უკვე კეთროვანი აღარ არის, განკურნებულია კეთროვნებისგან და იქ დედაკაცი მას თავზე ასხამს ზეც მაცხოვარს და მაშინ იქ ამბობენ რომ რატომ გააკეთეს მან რომ გავყიდოთ და გაჭირებულებს იუდა ამბობს და ნუ ვითომ კეთილი სულ წარმოიდგინეთ თუმცა მაცხოვარი ეუბნება რომ ეს მან გააკეთა და ამისთვის ჩემი სხეული მოამზადა დასაფლულად და ყველგან იქადაგებენ ამას სადაც იქადაგებენ სახარებას კი ბატონო დიახ თუ შეიძლება დღეს რო არის პარალელი არის გავლებული მართლა დღესაც ხდება რომ აი ხშირად არის ხოლმე პრეტენზიები აი ვიღაცა მოძღვრის მიმართ ან ეკლესიის მიმართ აი რატო არის რა სიტყვაზე აი შესაწირი იქ რა
რაღაცა და აი ეს როგორ არის მიღებული უბრალოდ აი დღეს რო ის არის და იუდა აპროტესტებდა ამას მოდიო გავყიდოთო ესენი აი დღეს ცნობილი ფაქტია ამდენი გაჭირვებული ეკლესიაში რატო არის ესეთი მდიდრული ხატი აი წარმოვიდგინე მიხდით ესო რა თქვინდაო ეს იქ იმ წამ ძალიან დიდრულად ითვლებოდა და ფასეული იყო და გავყიდოთო და იმათ მოვახმაროთო წარმოვიდგინე გაჭირებულებს აი ვითომ კეთილი ის ქონდა სულ ეხა რეალურად გვერდიდან შეგეხედა ნუ აი აუ ნახე რა მაგარი რაღაც თქვაო ხო მაგრამ აი წარმოვიდგინე დღესაც როგორი მზაკრობა ესეთი მზაკრობები რამდენი არის ხო თუ შეიძლება მამა ხო კი ბატონო იქ ამბობს ხო რომ აი ესო გავყიდოთო რა თქვინდაო ხო კი ბატონო და გაჭირებულებს მოვახმარო სხვათა შორის აი ტაძრებზეც ამას ამბობენ ხშირად რომ აი ხა ესეთი ტაძრების შენებლობა რა დროს არის ხა საქართველოს არც არ ყოფილა დალხინებული თუ რაღაცა პატარა მონაკვეთს არ ჩავთვლით და ასეთი მსჯელობა რო ქონოდა ჩვენ სინაპრებს მაშინ ჩვენ ტაძრები არ გვექნებოდა საერთოდ ამიტომ უამრავი განსასწრელი იყო ყოველთვის მაგრამ საქართველოში ტაძრები ყოველთვის შენდებოდა და აგერ ყველაზე ასე ვთქვათ გამოხატული ამის არის აი ჩვენი სამება რომელიც თქვენი ცით ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო ამ ტაძარზე ფიქრი და ამ ეს მისი უწმინდესობის საქართველოს აწ-გარდაცვლილი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს უშუალო კურთხევით და ინიციატივით აიგო და მაშინაც იყო ამაზე საუბარი რომ რა დროს აღხელა ტაძარია მაგრამ და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აი სამება როგორც თავის დროზე მაგალითად აშენდა მე-11 საუკუნეში სამი დიდი კათედრალი სვეტიცხოველი ბაგრატი და ალავერდი თქვა და ამან ეს იყო საქართველოს ერთიანობის თქვა გამოხატულება ასევე იყო სამებას და არის სამებას და გვამახაგე მეტეხის ტაძარი დემეტრე მეორის მიერ არის აგებული მაშინ საქართველოს საშინელ დღეში იყო ცალკე მონღოლები ჯიჯინდნენ ცალკე შიდამტრები მაგრამ ტაძარს ყოველ პირიქით ეს ტაძრის აგება ყოველთვის აერთიანებდა ქართულ ხალხს და არა მარტო ქართულ ხალხს ეს ყველგან ასე ზეცას და ამ ქვეყანას აერთიანებდა კი ბატონო ეხლა ღმერთი რო უყურებს მამა ისე რომ აი ამ გაჭირვებაში და აი ამ იმაში რომ შენ კიდე მისთვის იცლი ხო ტაძარი ხო მაინც ასოცირდება ღმერთთან და მაგიტომ წარმოგიდგენ მაინც მას ადიდებ ხო აი ხა წარმოგიდგენთ იმ ხელა შევიწროვება ქონდა ადამიანს რომ ყველა ვარიანტში ღმერთიც რო დაეგმო აი ღმერთიც მის მდგომარეობაში შედიოდა იმდენად რთული სიტუაციები იყო და წარმოგიდგენ კიდე ქართველი რა მაგარი არის რომ კიდე აი ამ ძიმე ყოფაში ხო აი სად მახსენდება ხოლმე იცით აი შვინკვდარი მშობლები რო აშენებენ ტაძარს და იმაშვებიან ხო აი რამხელა ტკივილი აი საშინელი და უცბად მაინც რო ამას აკეთებს ანუ ვიღაცა გაჭირვებაში მყოფი რომ მაინც აი ეს არის აი ეს გააჩნია და მაგიტომ არის რომ არ გადავშენდით მამაო და ეს გააჩნია საქართველოს აი ესეთი ხალხი რომ აი შეიძლება თვლიდე რომ აი ღმერთო ჩვენ ხო ყოველთვის გონია რომ აი რაღაცა რო ხდება ჩვენ იმისით ვერ განვიხილავ და ჩვენ რომ წარდებით ვამბობთ რომ ღმერთო რატო ხო მაგრამ აი ამ რატოს უკან კიდე რომ ღმერთს ადიდებ და ამ რატოს რო გამორიცხავ აი ეგ არის კიდე მაგიტომ აკეთებს ჩვენ აი ამ სიბოროტეს იმიტომ გვივლენს ეშმაკი რომ დავგმოთ ღმერთი და ჩვენ მაინც რაღაცნაირად აი ყველანაირ ომები ისინი მაგრამ მაინც სვეტიცხოველი 1000 ჯერ ავაშენეთ და ავაშენებთ კიდევაც დიახ ბოდიშით მამა კი ბატონო არა მაგიტომ არ გწირავს მამა უფალი რა თქმა უნდა და არც გაგწირავს მაგრამ აი რაღაცნაირად აი რო გადავრჩით იმიტომ ჩვენზე დიდი ერები მამაო საერთოდ აღარ ხსენება არის საერთოდ კი ბატონო, გადავიდეთ დიდ ხუჩაბათზე. დიდი ხუჩაბათი უკვე გახლავთ. მამაო, სხვათა შორის ხალხს აინტერესებს, რომ აი ხო გაცემული ყავს, შეპირებულია იუდა და მაინც აზიარებს. აი ამ შემთხვევაში აი ზიარებასთან მიმართებაში მინდა რომ ბევრი კითხვა დას, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ავაზაკები ვართ და რო ვეზიარებით ხოლმე, ხო, რაღაცნაირად სუ ჯერ არ ვარღისი რაღაცა, მაგრამ აი აქ დაშვებები როგორი მოხდა და რატო მოხდა, მამაო, თუ შეიძლება. ანუ დიდი ხუჩაბათი ზოგადად ისე თქვენ რომ ზიარების დაწესებასთან დაკავშირებული დღეა. დიდი ხუჩაბათი არის დღე, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ისურვებს, რომ უკანასკნელად იტრაპეზოს თავის მოწაფეებთან ერთად პასექი არის, ესეც სამნიშნელოვანია, რომ ამ დროს დაემთხვა ჭყალები დაემთხვა პასექის დღესასწაული, პასექი თავის თავში მოასწავებდა ესე იგი რას პასექი იყო ყველაზე დიდი დღესასწაული ებრაელთა დღესასწაულთა შორის. სამი დღესასწაული ჰქონდათ მათ და ამ სამთაგან უმთავრესი იყო პასექი. თქვენ იცით პასექი რა იყო? პასექი აღნიშნავდა ებრაელთა გამოყვანას ეგვიპტელთა მონობისაგან.
სახის მეტყოლებიდან მოსე არის იესო ქრისტეს წინასახე, ეგვიპტე არის ჯოჯოხეთის სახე, ხოლო ებრაელიერი კაცობრიობის სახე და როგორც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტელთა მონობიდან ებრაელიერი, ასევე განკაცებულ ღმერთს გამოყავს ჯოჯოხეთის წყობიდან კაცობრიობა. ანუ და სწორედ ამიტომ ემთხოვა პასექი ერთდღიანი დღესასწაული არ იყო, ამ კვირეულს ემთხოვა ნები შვიდეული. და იმიტომ რომ რატომ თავდება ძველი პასექი და იწყება ახალი პასექი. და ეს ყველაზე მეტად ძველისა და ახლის შეხვედრა ჩანს საიდუმლო სერობაზე. როდესაც რა თქმა უნდა მაცხოვარი რა არის მთავარი აქ მაცხოვარი საიდუმლო სერობისას აღასრულებს პირველ წირვას. და ნებისმიერი წირვა რომელიც დღეს ტარდება არის სწორედ იმ ის წირვა რაც განკაცებულმა ღმერთმა აღასრულა ესე იგი საიდუმლო სერობისას. თქვენ ისით აი საიდუმლო ლოცვებში როცა წირვა აღესრულება ასეთი რამ წერია რომ შენ ხარ შემწირველიც აი აბსოლუტურად შენ ხარ შემწირველიც და შეწირული უფალს მიმართავ ანუ შენ ხარ შემწირველიც ანუ ვინც წირავს და ვინც იწირება ანუ მღვდელი კი არ არის შემწირველი არამედ შენ ყოველთა და ყოვლისათვის კი ბატონო ანუ შენ ხარ შემწირველიც და შეწირულიც ანუ ასე მიმართავთ უფალს და ეს მართლაც ასე გახლავთ უფალი ჩვენ იესო ქრისტე მართლაც არის შემწირველიც და შეწირულიც და სწორედ ყველა წირვა არის ამ წირვის ანუ ეს ერთი და იგივე წირვა შეიძლება ასე ვთქვა ჩვენ იმიტომ რომ ერთი ქრისტე დაიკვლის ერთი ქრისტე იწირება და ერთი ქრისტე ღვთელმოქმედებს ყველგან და ყოველთვის რა თქმა უნდა გულისხმობ მართლმადიდებლურ ტაძრებს ეხლა და მართლმადიდებლურ მსახურებას ეხლა საიდუმლო სერობაში აი იუდას მომენტი რაც თქვენ თქვით და ზოგადად იუდას მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი და მოდი ასე ვთქვა ჭუის ასწავლებელი გახდეთ ეხლა რატო ერთი მხრივ ხუჩაბაც როდესაც ეს ტრაპეზი იგრიბება იუდას უკვე მაცხოვარი გაცემული იყო წინა დღეს უკვე გაყიდული ყავს მაცხოვარი მაცხოვრმეს იცის და მიუხედავად ამისა მას ის ტრაპეზზე სვამს თქვენ წარმოიდგინეთ მან იცის რომ გამცემიზის აქ მაგრამ მაინც სვამს და თანაც ამბობს მიანიშნებს რომ ერთ-ერთი თქვენგანი ასე იწყება ეს ტრაპეზი ასე იწყება მაცხოვრის მიერ ნათქვამის ყოფს რომ ერთ-ერთი თქვენგანი გამცემს მე და ყველა შეშფოთება და ყველა ეუბნა მე ხო არა უფალო მათ შორის იუდას მე ხო არა იმიტომ რომ არ უნდა რომ მაშინ შენს თქო ეუბნება თუმცა ეს მაშინ ვერ მიხვდა იქ და რატომ ამბობს ამას უფალი იმიტომ რომ ანუ ქვეტექსტი რა არის განმარტებელთა მიხედვით მაცხოვარი იუდას ეუბნება რომ მე ვიცი შენ რაც გააკეთე და წადი და მოინანიე ახლა შენ ეს ანუ სინანულისკენ აღზრავს და იქვე ამბობს რომ მართალია ძეკაცისა მიეცემა ცოდვილთა ხელთ მაგრამ ვაი მას ვისგანაც ის გაიცემა და აი თქვენ და შემდგომ ნუ ის აზიარებს ცნობილ სიტყვებს ამბობს რომ მიიღეთ ხო ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა ესე არის სისხლი ჩემი ახლის აღთმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა ეს არის სიტყვები რომელსაც ჩვენ ვიმეორებთ ყოველ ლიტურგიისას და აი იუდას ნუ ყველას აზრია ეს უშუალოდ იუდას ზიარება სახარებაში არ ჩანს მაგრამ განმარტებელთა უმეტესი ნაწილი ამბობს რომ მან იუდას ზიარა არიან გავლენები რომ ამბობენ არ აზიარა მაგრამ ну მეტესო მაინც მიიჩნევს რომ აზიარა და რა თქმა უნდა ეს ასე ну რატომ მიიჩნევენ ამას იმიტომ რომ იუდა რომ არ ეზიარებიდა მაშინ ეს გამორჩევა იქნებოდა მისი დანარჩენი 11-ისაგან გარდა ამისა საოცარი რა არის იოანე მახარებელთან წერია რომ როდესაც აღესრულა საიდუმლო სერობა და დამთავრდა ეშმაკი შევიდა იუდაშიო და ესე განმარტებლები სვამენ კითხვას რომ როგორ შეიძლება რომ ადამიანი ეზიაროს და ეშმაკი შევიდეს მაშინ პირიქით არის როცა ვეზიარებით ჩვენ ვეზიარებით და განსაცმედელად და ამაზე დისაილო თუ ღმერთს ვიღებთ განკაცებულ ღმერთს ვიღებთ არა ზიარებისას ხო ვინ საჭამოს ჩემი მასხორი ხო მე მასთან ვარ და ის ჩემშია მე მასში ვარ და ის ჩემშია ევქარისტიას ახდება მაგრამ იუდეს შემთხვევაში ასე წერია და აქვე მიუთითებენ რომ რატომ იმიტომ რომ თუ კი ადამიანი უმადლოდ ეზიარება და იცით აქ არა საუბარი იმაზე რომ ადამიანი არ არის ღირსი და ამიტომ არავინ არ არის ღირსი ზიარების ღირსი ანუ ცოდვილი არ არის ცოდვილია ყველა ჩვენ უბრალოდ უღარსები რო ვარ და ცოდვილები რო ვართ ამიტომ გვჭირდება ზიარება თორე უცოდველები და სამოთხეში რო ვიყოთ მაშინ ამ სახით ნაზიარები ვიქნებით უკვე ქრისტეს კი ბატონო არ დაგვჭირდებოდა რა ამიტომ მაგრამ აქ საუბარია როდესაც ადამიანი შეგნებულად უმადლოდ და უმადურად იღებს წმინდა ზიარებას რაც შეიძლება მასში დამსჯელი აღმოჩნდეს როგორც ჩვენ აი ზიარების ნალოსებში ხო ვკითხავთ არა დასაჯელად არამედ საკურნებელად სულის ანუ გვებეძებით ვერც რომ რატომ შეიძლება სასჯელად იქცეს იმიტომ კი არა რომ ზიარება სასჯელის წყარო პირ უბრალოდ დაგვიფაროს ამის ფიქრისგანაც კი და თუ ჩვენ სასჯელს მივიღებთ ჩვენი უღირსების გამო და ჩვენი
მიმღებლობის არასათანადო მიმღებლობის გამო და თორე ეს მარტო ზიარებას არ ეხება ეს ნებისმიერი სიწმინდე რომელიც ადამიანში შემოდის თუ კი ეს ამ სიწმინდისადმი ჩვენ უდიერად ვართ განწყობილნი აი ეს სიწმინდე ჩვენ დაგვჯის და არა გვაცხოვნებს კიდევ ერთხელ დაგვჯის და არა გვაცხოვნებს იმიტომ კი არა რომ სიწმინდეა დამსჯელი არამედ დამსჯელია ჩვენი უღირსება აი ეს ხაზგასმით და ამის ძალიან ბევრი მაგალითი ხო აქვე ვიტყვი ძალიან ხშირად აი ადამიანები სასწრებენ რაღაცა წმინდა მაგალითად აი აკურთხი წყალი რაღაც წმინდა ნივთი და რა თქმა უნდა ეს ასეც არის მაგრამ თუ კი შენ იგივე ნაკურთხ წყალს უდიერად უეპყრობი შენი საჯელი აი ძალიან საინტერესო მაგალითია ფილისტიმელები რომ შეესიენ ისრაელიანებს აი სამუელის დროს ეგონათ რომ თუ კი გაიტანდნენ ელი მღვდელმთავრს და მის შვილებს ოფნის და ფინეს თუ კი გაიტანდნენ აღთქმის კიდობას ფილისტიმელთა წინააღმდეგ ისინი აი ეს ამპარტავნულად იყვნენ დარწმუნებული რომ გაიმარჯვებდნენ და რა მოხდა რეალურად რომ ეს ფილისტიმელებმა ისრაელიანები დაამარცხეს ეს ოფნი და ფინეზი იქ დაიღუპა ბრძოლაში ეს რო ელიმ გაიგო ისიც დაიღუპა და ეს აღთქმის კიდობანი საერთოდ გაიტაცეს ფილისტიმელებმა მერე კი ის დაბრუნდა ღვთის განგებით დიდებით იერუსალიმში დავითმა დააკვირდა მაგრამ ფაქტს ვამბობ თვითონ რომ მარტო იმის სასწოება რომ მე სიწმინდე მიშველის და მე არაფერს გავაკეთებ ეს ქრისტიანობაში ყველა წარმოუდგენელია ეს ცოტა ეს არა ეს უმოქმედობა კიდე ცალკე ის არის ცოდვა აი ეს რაღაცა ამ ბოლოს მუსლიმებს კიდეც ეს თითქოს რომ ესე იგი ღმერთმა ყველა გამოიხსნა და ჩვენ მოქმედება აღარ ვჭირდება რომ კიდევ ერთხელ აუ ეგ ძალიან ეს არის ანტიქრისტიანული სწავლება კიდევ შეგვიძლია თქვა რატომ მოყოლეთ კიდევ წინასწარ ჩვენ ცოდები გამოსყიდული აი ეგეთი გამოსხდილია კაცობრივი ბუნება მაგრამ პიროვნების გამოხსნა პიროვნება უნდა აღასრულოს აი მარტივად რო ვთქვა შეიძლება შენ ადამიანმა დაპატიჟოს ქორწილში მე კი ვარ ქორწილში დაპატიჟებული მაგრამ ქორწილში წავალ თუ არ წავალ ამას მე გადავწყვეტ ხო ანუ ჩვენ უფალმა დაპატიჟეს სასწაულში ამ გამოგვიხსნა მოგცა შესაძლებლობა იმისა რომ ცხონდეთ მაგრამ ის არ ძალმომრეობს ჩვენზე ის ელოდება ჩვენს ქმედებას უკვე ეხლა ჩემი ასე ვთქვათ ჩემი ჯერი ანუ მე უნდა ღვთის მადლმოსილება და გამომხსელობა რომ განვუკუთვნო საკუთარ თავს მე უნდა ვიმოქმედო ჩემი ქმედების გარეშე ცხონება ჩემი ვერ აღესრულება მიუხედავად იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ღმერთი არ ძალმომრეობს ჩემს თავისუფალ ნებაზე აი ეს ხა ცოტა ისე თქვა კი არა სწორი ის არის შენიშვნა დიდ ხუჩაბას რა ხდება კიდე დიდ ხუჩაბას ესე იგი საიდმო სერობის აღსრულების შემდეგ ისინი მიდიან გეცემანის ბაღში გეცემანია იქვე იყო ეს ყველაფერი ხუჩაბად საღამოს ხდება უკვე და გეცემანის ბაღში უფალი ლოცულობს ის წაიყვანს სამ ძალიან საინტერესო პეტრეს იაკობს და იოანეს ლოცულობს და ამბობს რომ მამო თუ კი შესაძლებელია ამარიდეს ეს ადამიანური ბუნებაა ხო ნაჩვენი აი სწორად ვზანეთ აბსოლუტურად ამით წარმოჩენილია მისი კაცობრივი ბუნება მისი კაც რა თქმა უნდა როგორც ადამიანს აქვს ეს ბუნებითი ასე ვთქვათ იმიტომ რომ როგორც ვთქვათ სიკვდილი არ არის ადამიანის ბუნებითი თვისება მაგრამ მეორე მხრივ და ამიტომაც ადამიანს ყოველთვის ძალვა აქვს სიკვდილის მიმართ მაგრამ მაცხვარი როგორც კაცი თავის ცხადია ავლენს თავის კაცობრივ ბუნებას აქ ერთი მხრივ მაგრამ მეორე მხრივ ის ავლენს საღვთო ძალმოსილებას ავლენს იმას რომ და იქვეუნება რომ კი არ იყოს ნება ჩემი არამედ ნება შენი ორჯერ ჩაძნებულებს ნახულობს მოვა პეტრე იაკობი იოანესა და ორჯერ მოვა და გააღვიძებს და მესამე როცა ბრუნდება აღარ აღვიძებს მათ და ეუბნება რომ იძინეთ და განისვენეთ ახლა მოახლოებული არის ჩემი გამცემი და შევეგებოთ მას და სხვადასხვა აქვე ერთ მომენტს მინდა მოვაცხადო რომ აი მახარებელი წერს ერთ-ერთი როდესაც იოანეს რომ გამოვიდნენ იქედან საინმესრობიდან გალობა წართან იგალობეს ანუ იგალობა მაცხოვარი მოციქულებთან ერთად და ასე მიუხედავად ამ ძიმე იმისა ფათაშორის ლუკა მახარებელი წერს რომ მაცხოვრის ანუ ამ ლოცვისას მაცხოვრის ოფლი სისხლად დაიქმნა და ჩამოვიდა ეს რასტი სისხლად ეტვეთებოდა ბატონო ოფლი ღვაწლის და შრომის და ტანჯვის გამომხატველია ანუ იმ ტანჯვისას რასაც უფალი ესე იგი რასაც უფალი გაიღებდა სულ რამდენიმე საათში ხოლო სისხლი მისი სისხლით ვარ ჩვენ გამოხსნილი ანუ მისმა ტანჯვამ და სისხლმა რატო ეპყრებოდა დედამიწაზე გამოიხსნა დედამიწა გამოიხსნა კაცობრიობა რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს გამოიხსნა ეს ქვეყანა ხო აქეც და კი ბატონო და მიდიან ისინი და ამ დროს სურათი ყველასთვის ესეთი ცნობილი რომ იუდას წინამძღოლობით მოდის ესე იგი ფარისეველთა და სადუკეველთა ასე ვთქვათ მცირე რაზმი და მათ წინ მოუძღობათ იუდა
და იუდა ერთი მხრივ რომელიც შეხვდება მაცხოვარს და ეამბორება და ეუბნება მაცხოვარი იუდა ამბორითა გასცემ კაცის ძეს და შემდგომ მას შეიპყრობენ და მაცხოვარი მათ ეუბნება რომ ესე იგი ამდენი ხანი ტაძარში ვქადაგებდი ნუ თუ არ და ეხლა კი מחვილებით გამოხვედით ჩემს წინაშე მაგრამ ეხლა თქვენია მეუფება ეუბნება მაცხოვარი მათ იქვე როგორც იოანე მახარებელი აკონკრეტებს პეტრე მოციქული מחვილს იზრობს და ყურს ჩაათლის ესე იგი ერთ-ერთ მღვდელმთავრის მონას რომელიც იოანეს სახარებაში სახელდებულია მალქოზად და მაცხოვარი მას მიეუბნება და ეუბნება რომ პეტრე ჩააგე მახვილი ვინაიდან ვინც მახვილს აიღებს მახვილი თუ განიგმირება აი ეს არის ქრისტიანობის არსი მახვილიცას ან ძალადობა ქრისტიანობაში აბსოლუტურად დაგმობილია და შემდგომ ყულს უმთელებს მას იქვე პეტრე მოციქულზე ვთქვათ საიდუმლო სერობისას გახსოვთ თქვენ პეტრე მოციქული ჩვენ გამოუჩე ეს გარემოება ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყველა როცა ეუბნება რომ მაცხოვარი საუბრობს საკუთარ გაცემაზე ყველა ეუბნება რომ აი მოვკვდებით ჩვენს გამო და მათ შორის პეტრეს და პეტრე ყველაზე მეტად გამორჩეულია როგორც სრულიად სახარებაში თრობაში კი ბატონო ძალიან ემოციური ესე იგი მოციქული და მაცხოვარი მას ეუბნება რომ ვიდრე ქათმის ხობადმდე სამგზის უარმყოფ მე და რა თქმა უნდა პეტრე ამას არიჯერებს ამის შემდგომ გაიფანტება მისი მხლებლები სხვათა შორის აი მარკოს მახარებელს უწერია რომ ერთ-ერთიო მხლებერიო რომელიც მაცხოვარს ახლდა და ერთ-ერთმა მღვდელმთავრის მონამ ჯარისკაცმა დაიჭირეს ტანასწორ ხელშიო და მათ ასაცმელი ხელში შეატოვა შიშისგანო და შიშველი გაიქცეოდა მე ერთ-ერთი გამარტივებული ამბობს ეს არსებობს მოსაზრება რომ თავად მარკოს მახარებელია რომელიც საკუთარ თავზე ყვება ამას ეს ძალიან საინტერესო პასაჟია რომ როგორც ხო ყველა შეეშინდა ასე თქვა და მაცხოვარი ფაქტობრივად მარტო დარჩა ამაც წინაშე. ეხლა რა ხდება? მივყვეთ ქრონოლოგიურად. დიდი ხუთშაბათის საღამოა და ანუ უბრალოდ როგორ არის ამ მოვლენებს უკვე 4-ვე მახარებელი აღწერს. ჩვენ ეხლა მივყვებით ქრონოლოგიას 4-ვე მახარებელთაგან აკრებებს. პირველად ის მიყავთ მღვდელმთავარ ანასთან ხუთშაბათს საღამოს. ეხლა რატო ანას ესე ძალიან საინტერესო. ანა უკვე ანა აღარ იყო მაშინ მოქმედი მღვდელმთავარი. მოქმედი მღვდელმთავარი იყო კაიაფა. მაგრამ კაიაფა და ანა იყო სიძესიმამრე. და ეს იოანე მახარებელთან არის ანასთან მაცხოვრის მისვლა. ანა მღვდელმთავარი ანა როგორც წერია სახარებაში ძალიან დაინტერესებული იყო იესო ქრისტეს გაცნობით. ამიტომ მან ითხოვა რომ ჯერ მასთან მიიყვანა და მიიყვანეს. ანამ იქ რა თქმა უნდა დასცინა ასე შემდეგ და შემდგომ ანადან იმავე ღამეს ან ხუთშაბათს ღამეს მიყავს კაიაფასთან. ეხლა კაიაფა უკვე მოქმედი მღვდელმთავარია როგორც მოგახსენეთ და ის ჩქარობს რომ მაცხოვარს გამოუტანოს სასიკვდილო განაჩენი. ხუთშაბათი ღამეა უკვე, რატო ჩქარობს? ეს ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ სინედრიონზე ეშინია, ეს ყველაფერი დააკვირდით, ღამე მოხდა მაცხოვრის შეპყრობას, გასამართლებას და სასიკვდილო განაჩენის გამოტანას. რატო? იმიტომ რომ ხალხის ეშინოდათ. ბზობა ერთი კვირის მომხდარია. ხალხი დიდებით, ანუ უკვე ხალხის ეშინიათ, რომ ხალხი მათ წაართვებს მაცხოვარს და დაიცავს. კი ბატონო და ეს ყველაფერი ხდება ნაუცბათებად. მაგრამ მეორე მხრივ კაიაფა დგება რაღაც ისეთი არჩევანის წინაშე და არჩევანის კი არა ესეთი საკითხის წინაშე რომ რჯულის კანონის თანახმად ის სინედრიონის მოწვევის გარეშე ანუ სინედრიონი რომელსაც უნდა აღესრულებინა სასამართლო ამ სასამართლოს განაჩენის გარეშე ვერ გამოუტანს მას სასიკვდილო განაჩენს ამიტომ სასწრაფოდ იმ ღამესვე ხდება სინედრიონის მოწვევა და მაცხოვრიც ადგენა სინედრიონზე და სინედრიონი მას იქ ხა აღწერილია როგორ ეუბნებიან თქვათ რომ აი შენ ხარ მეუფე ხურიათა ცრუმოწვევი მოყავთ რომელიც სხვადასხვა რაღაცებს იგონებენ ზოგიერთ ვენზე წინააღმდეგება და ბოლოს ადგება კაიფა და ეუბნება რომ ხო ხედავ რას ამბობენ შენზე ვითხარი შენ ხარ ზეღმრთისა და მაშინ მაცხოვარი რომელიც იქამდე ხმას არცემდა ეუბნება რომ დიახ შენს თქვი ამიერიდან იხილავთ გახსილცას და კაცისძეს აღმავალს ესა და მაშინ ის ამბობს როგორც წერია ტანის შემოიხევს და ამბობს რომ რაღაც გვინდა მოწმეები აჰა მან გმოდა იგი ღირსია სიკვდილისა სინედრიონმა იესო ქრისტეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ხუთშაბათს ღამეს მაგრამ სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას სინედრიონი ვერ შეძლებდა რატომ იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ ამ პერიოდში როგორც აღნიშნეთ რომს ყავს დაპყრობილი ისრაელი რომის სამართალს ექვემდებარება სრულიად მისი დაპყრობილი ქვეყანა რაც არ უნდა სხვადასხვა ჯულდებით იყოს ადამიანი გასამართლებული თუ კი რომის ხელისუფლებისგან დასტური არ აქვს სიკვდილის განაჩენის აღსრულებაში მოყვანა ვერ მოხდება
ამიტომ როგორც კი გათენდება, უკვე ხუჩაბადი ღამეა და როგორც კი პარასკევი დილა თენდება, მიყავთ მაცხოვარი პილატესთან. ამიტომ მიყავთ პილატესა საერთოდ არ მიიყვანა, თვითონ მოკლავდნენ, მაგრამ პილატესთან მიყავთ, რათა ნებართვა აიღონ რომის ხელისუფლებისგან სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანისა. პილატესთან მისული, პილატე სხვადასხვა ის უნდა ითქვას, რომ პილატე ზოგადად იერუსალიმში არ ცხოვრობდა, კესარიაში ცხოვრობდა. კესარია საკმაოდ დაშორებული იყო იერუსალიმს. უბრალოდ იმ პერიოდში იერუსალიმში იმყოფებოდა, იმიტომ რომ პასექი იყო და პასექის დროს ყველა ისრაელიანი ჩადიოდა იერუსალიმში და უწესრიგობას რო არ ქონოდა ადგილი, ასე თქვა თვალყური სადევნებლად, ამიტომ იყო პილატე იმ პერიოდში იერუსალიმში ქონდა მას რა თქმა უნდა ერთ-ერთი რეზიდენციაც. და იქ მიყავთ. ძალიან საინტერესო რომ თვითონ ბოსერჯულის თანახმად ხა პილატე ხო წარმართი იყო და სასახლეში შესვლა ითვლებოდა უწმინდურობად. ამიტომ პილატესთან როცა მიყავ თვითონ კი არ შედია პილატესთან. მაცხოვარს უშვებენ მარტო. და აქ შედგება პილატეს დაკითხვა, პირველი დაკითხვა მაცხოვრის მიერ. მაცხოვარი ხმას არსებს და პილატე გაიგებს მაცხოვრისგან რომ ეხა მოკლედ რო თქვა თუ რა მაცხოვრისგან გაიგებს რომ ის არის მიდან რა ქვია გალილეიდან და ამბობს რომ ის გალილეიდან არის და მოდი გაუგზავნე მას ჰეროდეს. აქვე თქვა ვინ არის პილატე არის პროკურატორი რომელიც რომის ხელისუფლებამ დაადგინა იუდეის და იდუმეის მმართველად. ხოლო ესე იგი გალილეის მმართველი გახლავთ ჰეროდე, ეს გახლავთ ჰეროდე დიდის ვაჟი და ჰეროდე, როდესაც მიყავს ეს უკვე ლუკასთან არის აღწერილი, როდესაც მიყავთ მაცხოვარი ჰეროდესთან, ჰეროდე მას დასცინის ესე მეწამულის ქლამის მოახდეს და ეუბნება აბა გვიჩვენა რაიმე სასწაული რომ დაგიჯეროთ. რა თქმა უნდა მაცხოვარი მას ხმასაც არსემს და იმიტომ რომ აქაც სხვადასხვა სასწაულის მნიშვნელობა რომ სასწაულის სანახაობასთან არ არის დაკავშირებული, სასწაული აქედან მოდის ეს ტერმინი. და უკან უბრუნებს პილატეს და პილატე ამბობს რომ ახო ხედა ანუ ისრაელი უცდა ის საქმე რაშია რომ ძალიან საინტერესოა უკვე მეორე დაკითხვა როცა პილატეს ჰეროდე პილატესთან დააბრუნებს მაცხოვარს პილატე მას უკვე გულმოდგინედ გამოკითხავს და მაცხოვარი მას არსებს აი ერთ მონაკვეთს მოუყვები მხოლოდ მაცხოვარი მას ეუბნება მე მაქვს უფლება რომ შენ ანუ ხელმწიფება რომ შენ მოკლა და რომ შენ გადაგარჩინო და ნუ თუ შენ ხმას არ მსემ და მაშინ აი მაცხოვარი ამოიღებს მას და ეუბნება რომ არც ერთი ხელმწიფება არ გექნებოდა შენ ზეგარდან რომ არ ქონ ჩემგან რომ არ ქონოდაო არაფერი არ გექნებოდა ანუ ამით მან დაადასტურა რომ შენ კი არ შემიფყარი მე მოგეცით ჩემი თავი თქვენ თორე თქვენ და იქვეუბნება როგორ გონია რომ ბუზა პეტრეს ეუბნება რომ შემეს რომ ესე იგი რომ მინდოდეს მოვიხმობ ზეციურ ლეგიონს ეს მახვილი რო არის ბატონო ანუ მაცხოვარი ამას ადასტურებს პილატესთან და ხარ უნდა ითქვას ერთი რამ პილატე წმუნდება მაცხოვრის უდანაშაულობაში ცალსახელწერია ხელი დაიბანაო ცალსახელწერია რომ ის მიხვდა რომ შურით გასცეს ებრაელებმა ის და მეცაც გეტყვით პილატე ცდილობს რომ მაცხოვარი გაათავისუფლდეს და სხვათა შორის ამას ემატება ის რომ გახსოვთ მის ცოლს ეს იზრება როდესაც ის დაჟება ტახტზე მისი ცოლი მოციქულს გამოს და ეუბნება რომ არაფერი შეამტკიო მაგ მართალს ვინაიდან მე ბევრი ვიტანჯე წუხელ მის გამო პილატე ცდილობს მაგრამ ებრაელები აი სწორედ ჩვენ ბზობას რო აღნიშნავთ ის ხალხი სწორედ რომელიც ოსანათი და დიდებით შეხვდა მაცხოვარს აღზრეს ფარისევლებმა და ყვიროდნენ იქ რომ ჯვარსაცვი და მოკალიეგე პილატე ეუბნება მე თქვენი მეუფე ჯვარსაცვი ისინი ეუბნება არა გვივის მეუფე გარნა კეისარი წარმოგიდგენთ თავის დამპყრობელ იმპერატორ კეისარზე ამბობენ რომ ეს არისო ჩვენი მეფე და არა ესო და ბოლოს პილატემ რო გადაარჩინოს ის ეუბნება რომ არისო თქვენ შორის ტრადიცია რომ პასექის დროს ერთ-ერთ დამნაშავეს ვათავისუფლებთო და მოდით გავათავისუფლოთ ეს ცნობილი ფაქტია და მათ აირჩიეს არამედ ბარაბა იყო მკვლელობისა და ავაზაკობისთვის საპრობლემში მყოფი მამა ამას რა უყვა ამოს პილატე ჯვარსაცვი ყვირია და პილატე ბოლოს გატყდა. რატომ გატყდა პილატე? ეს არის ძალიან საინტერესო. მიუხედავად რომ მან იცის, რომ ეს უდანაშაულოა. მაგრამ უყურეთ, როგორ შეუბრუნეს ფარისევლებმა, ანუ თუ კი შენ ამას არ დაჟი, ანუ ეხა პილატეს საერთოდ არ აინტერესებს მოსერჯული და სინედრიონი და მისი განაჩენი, მაგრამ უყურეთ ის შეეშინდა, მას შეეშინდა როცა უთხრეს რომ თუ კი შენ ამას არ დაჟი, მაშინ შენ რომის კეისრის მოწინააღმდეგე ხარ, იმიტომ რომ ეს რომის წინააღმდეგ გაჯანყებს ხალხს. ანუ მას შეეშინდა პოლიტიკური გარემოების
მიბატო. და ამიტომ მან როგორც თქვენ თქვით დაიბანა ხელები და თქვა რომ აჰა მე სუბთა ვარ ამ კაცის სისხლისგან და მაშინ ყვირის იქ მთელი შეკრებილი საზოგადოება რომ სისხლი მაგისი ჩვენზე და შვილთა ჩვენთა ზედა სამწუხაროდ ესე დაიწყევლეს თავი და მოკლედ ამის შემდგომ მაცხოვარს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ამის შემდეგ მაცხოვარი უკვე მიყავთ ჯვარზე. ვილია დოლოროსა, სწორედ ეს გზა ანუ პილატეს სასახლიდან მაცხოვარი ჯვარცამდე. მაცხოვარი ჯვარს გაეკრება. აი რამდენიმე ორ-სამ გარემოებას გაუსვამ ხაზი, იმიტომ რომ ეხა რა თქმა უნდა ამის დრო. პირველი მაცხოვარი გააკრეს იმ ჯვარზე, რომელიც თავად იტვირთა. და ესეც შემდგომ სიმონ კვირინელი თქვათ შეაშველებს იტვირთულობს მის ჯვარსაც, მაგრამ ამით მან რა გამოავლინა? გამოავლინა ერთი კაცობრივი ბუნება. მეორე, როდესაც დედაკაცები ტირიან უთხივი მახარებლის მიხედვით ყვები ახლა და ეუბნება რომ რატომ სტირი ხართ? თქვენს შვილებზე იტირეთ და ვინაიდან თუ ნედლხელს ასე ექცევიან, ხმელს როგორ გამოექცევიან? თქვენს შვილებზე და თქვენს თავებზე იტირეთო, ეუბნება მათ მაცხოვარი. ის გაეკრობა ორ ავაზაკს შორის. ხო. ისე მაგარი რაღაცა ნაჩვენები. ავაზაკთა თანა შეირაცხა. ასე ახსულდა უწერელი ამბობს. უნდა იყოს ერთი რამ. ორივე ავაზაკი, როდესაც ანუ ოთხივე მახარებლის მიხედვით, მაგალითად მათე მახარებელი პირდაპირ წერს რომ როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, ორივე ავაზაკი გმობდა მას. მაგრამ ლუკა მახარებელი წერს შემდეგს, რომ მარჯვნივ თანაჯვარცული ავაზაკმა ის აღიარა. და უთხრა რომ აი დიალოგი როგორ წარიმართა რომ მარცხნივ თანაჯვარცული ეუბნება მაცხოვარს რომ თუ შენ მართა ღვთისზე ხარ, გარდა მოიხსენე ჯვრიდან შენი თავი და ჩვენს გარდა მოგვიხსენი. მარჯვნივ თანაჯვარცული ჯერ მიმართავს იმ მარცხნივ ჯვარცმულს და ეუბნება რომ ნუ თუ არ ცვენია ჩვენ დავიმსახურეთ ის რასაც ვიმსახურებდით. ანუ უბრალოდ ცოდვის სინამდვილე საიდან იწყება აღიარებიდან. მე ამის ღირსი ვარ. მეორე ამას კი არაფერი დანაშაული იქნია. შემდგომ შეხედავს მაცხოვარს და ეუბნება მომიხსენე მეუფალო ღვთის მოხვიდე სუფებითა შეინთა. მაშინ მაცხოვარი მას მეუბრუნდება და ეუბნება ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. და საეკლესიო სწავლების მიხედვით რა თქმა უნდა პირველი ვინ შევიდა სამოთხეში იყო ავაზაკი. რატომ? ეს არის ძალიან საინტერესო. მით უმეტეს კიდევ ერთხელ აღნიშნავ ჯვარცმისას ორივე ავაზაკი გმობდა, ანუ ამ მარჯვნივ თანაჯვარცმული ავაზაკის მოქცევა, როგორც იოანე ოქროპირი განმარტავს, მოხდა ჯვარზე 3 საათის განმავლობაში დაახლოებით. იმდენად დიდი სინამდვილე აჩვენა ავაზაკმა, რომ პირველი შეიყვანა სამოთხეში და მეორე ყოველთვის ამასთან დაკავშირებით იოანე ოქროპირის აქვს საგანგებო ჰომილია, რომელიც ქართულადაც არის დაცული უდაბნოს მრავალთავში. ის სამკითხვა, აი ამ საკითხად თუ რატომ შეიყვანა პირველი სამოთხეში ღმერთმა ავაზაკი და რა პასუხს უსცემს რომ ძველი აღთვის მართლებს ღმერთი ყოველთვის დიდებაში ეცხადებოდა. ანუ ყოველთვის ძველი აღთვის მართლები მოსე იქნებოდა ელია, ელისე თუ ყოველთვის ხდებოდა რომ ღმერთი გამოეცხადა. მაგრამ ავაზაკმა როგორი ღმერთი იხილა? შეურაცხადი, დატანჯული, დასისხლიანებული, გამათრახებული და ასე შემდეგ. და ამ შეურაცხადში, ასე ვთქვათ, მან განჭრიდა ღმერთი. აი სულიერი ხედვით განჭრიდა ღმერთი უძლურში და წყალებში დიდი ძლიერება და ამის გამო ღმერთმა ის პირველი შეიყვანა სამოთხეში, როგორც აი იოანე ოქროპირი წერს ამ თავის ცნობილ ჰომილიაში. და ნუ იქ აი ჯვარცმულ ღმერთთან მომოცა. ხო, აი თუ შეიძლება ლონგინოზე და იმაზე გამახვილოთ ყოველ დღე. 7 სიტყვას წარმოსთქვამს ხალი და ბოლო სიტყვა არის ხელთა შენთან შეხვედრებ სულსა ჩემსა და ასე წერს მათე მახარებელი რომ უბრალოდ მიიდრიკა თავი და განუტევა სული. და განმარტებლები ბრძანებენ რომ დააკვირდითო. აი ეფრემასური ამბობს მაგალითად დააკვირდი იოანე ოქროპირის რა დააკვირდითო რომ ზოგადად ადამიანი როგორ არის ჯერ გარდაიცვალა და მერე იდრიქს თავს ხო ასე აქ პირიქით ჯერ თავი მიიდრიკა და მერე განუტევა სული. ანუ ამით მან დაადასტურა როცა მას ნინება მაშინ მოკვდა. ანუ სიკვდილი ყოველ ადამიანს აიძულებს რომ მოკვდეს, მაგრამ განკაცებულმა ღმერთმა როცა ინება მაშინ ახსულდა. და ამის შემდგომ აი ვის თქვენ ბრძანეთ ლონგინოზად არის სახელდებული უკვე შემდგომში ასის თავი რომელიც მას ფერჩი מחვილს უგმირებს. რატომ? ესეც უნდა ვთქვა ჩვენ რომ პასექი ახლოვდება, შაბათი ახლოვდებოდა უბრალოდ პასექისა
და არ უნდათ რომ ჯვარზე ვინმე დარჩენილი იყო ცოცხალი და ასე ტრადიცია იყო რომ ვინ თუ კი ვინმე ეს ჯვარცმა იყო საშინელი ტკივილთან დაკავშირებული და თუ კი ვინმე სიკვდილი ეჩქარებოდა წვივებში ამტყევდნენ მას და ასე იმურობას ასე მოუვიდათ მაგრამ მაცხოვართა როცა მივიდნენ ის დარინახეს უკვე და ამიტომ ამის საჭიროება არ იყო მაგრამ ასე რომ ვთქვათ საკონტროლოდ მახვილი ჩასწო ამ ასისთავმა და მოხდა ისიც ასწავლი რომ მაცხოვრის ფერდიდან გარდამოდინდა სისხლი და წყალი სისხლი ეს გახლავთ ის სისხლი რომელიც ქრისტემ დათხია წყალი კი ეს გახლავთ სახესიმბოლო ნათლისღებისა ანუ ნათლისღებით და საკუთარი სისხლდანთხევით განკაცებული ღმერთმა გამოიხსნა ის რაზეც დაინთხა ანუ მიწა კაცობრიობა სხვათა შორის ალბათ დაკვირვები ხართ და თქვენ ხაზზე საუბრობთ იესო ქრისტეს ჯვარცმის ხატებში ყოველ ჯვარცმის ქვეშ თავის ქალაა გამოსახული ხო ადამის ეს არის კი ბატონო ადამიანის თავის ქალა არსებობს გარდამოცემა რომ გოლგოთაზე სადაც მაცხოვარი ჯვარცმის იყო ადამიანის საფლავი თუმცა აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახისმეტყველება რომ ადამი რომლის გამო ჩვენ მივეცენით სიკვდილს ამ ქრისტე იწოდება მეორე ადამად რომელმაც ეს სიკვდილი იტვირთა და დაამარცხა და განაცხოვა ადამიანი კრეცამელი ჩახებას უკვე ვისაუბრეთ და კიდე ხდება მზის დაბნელება ხო თქვა აი საფლავი რო დაუქმეს მომავალ თავისი და როგორ ის რა ქვია კი ბატონო და შემდგომ ესე იგი უკვე ნუ ახსულდა ის ჯვარზე მიწიზვრა ეს მოვლენები ხდება და ბოლოს ხდება მისი გარდამოხსნა ჯვრიდან იოსებ არიმათიელის მიერ და ნიკოდიმოსის მიერ და დაკრძალვა და იცით თქვენ რომ ცველებს დაუყენებენ იმიტომ როგორც პილატეს ეუბნებიან რომ ამ მზაყვარმა მაცხვარზე მოთქვა რომ როცა მოკვდები მესამეს აღდგებიო და ესე იგი ნუ დაუყენეს ეს ცნობილი ისტორია ხა ამაზე აღარ გავჩერდები და შემდგომ ნუ უფალი აღდგება საინტერესო ის გახლავთ თვითონ უფლის აღდგომა სახარებებში არ არის აღწერილი ყურეთ თხრობა მთავრდება სად გარდამოხსნეს და დაკრძალეს აკლდამაში და შემდგომ თხრობა გრძელდება როცა მენელსაცხოვრებლები მიდიან და ნახულობენ ცარიელ საფლავს და იქ გამოცხადება ხდება რომელიც ეუბნება რომ რატომ ეძებს ცოცხალს მკვდრებში და მე ნუ 40 დღის განმავლობაში მაცხოვარი ეცხადება მან ხო ადამიანს რატომ იმიტომ რომ აღდგომა არავის უხილავს ამიტომ ის ვერც აღიწერებოდა თუმცა ჩვენ ვიცით რომ აღდგარი მაცხოვარი გამოდის საფლავის ლოდი გადაგორდება ცველები შეშინებულები გარბიან და გარდა ამისა მაცხოვრის აღდგომას მოხდება ძალიან ბევრი მიცვალებულის აღდგომა ვინც იქ არის დამარხული რომელიც გამოდიან როგორც მათესახარებაში დაწერილი და განუცხადებენ საკუთარ თავს მოსახლეობას და ახარებენ ქრისტეს აღდგომას შაბათი დღე შაბათ დღეს აი რა მოხდა ჯვარზე აღსულა მაცხოვარი ხო საეკლესიო სწავლებების თანახმად მაცხოვარი სულით შთადის ჯოჯოხეთში და ახსის ჯოჯოხეთის მეუფებას და კაცობრიობა გადახავს სასწაულში მართავთა სულები და ზოგადად გახსნის სათასაუბროს კარიბჭეს. შაბათს ხდება სწორედ ეს. მაგრამ უყურეთ ეს ხდება იმ ქვეყნად. ამ ქვეყნად მდუმარება და კაცობრიობა ჩვენ საეკლესიო საგალობლებში ხშირად ვკითხულობთ რომ თვით ანგელოზებიც კი გაკურებულები არიან, როდესაც მკვდარ ქრისტეს ხედავენ. ივანე ოქრობილი და კრილი ალექსანდრე ბრძანებენ რომ ეშმაკი ყველაზე მეტად მაშინ მოტყუდა. როცა ეშმაკმა დაინახა რომ ქრისტე მოკვდა, ის თავისი აზრით დარწმუნდა რომ ეს ქრისტე არ იყო. იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო მისი როგორ შეიძლება და ღმერთი მომკვდარიყო. იმიტომ რომ ეშმაკისაც ამ ქვეყნეურია. რა თქმა უნდა ამას ვამბობ, მაგრამ არათუ ეშმაკი თვით ანგელოსთა ძალნის კი გაკვირდები, ესე იგი გაკვირდნენ, როდესაც გიხილე შენ მკვდართა თანა შერაცხილო. ასეც გალობს საეკლესიო საგალობელი. და აი უკვე მე ყველა თავად ეშმაკი იწმენს, როდესაც ჯოჯოხეთს მეუფე დაემხობა მაცხოვრის მიერ, რომელიც სულით ჩადის ჯოჯოხეთში და ბოლოს კვირა დღე, როდესაც იგი სულით ბრუნდება სხეულში და აღდგება უკვე განაღმრთობილი სხეული. გასაღები რო არის მომავალთან აღდგომის იმაში ხე თავის ქალასთან ერთად ის გამახსენდა. ხო, ის გასაღები მას ჯოჯოხეთის წარწყობინის ხატყოლებაშიც არის. გასაღები აქ პირდაპირ ნიშნავს ან გასაღები რომელთაც გაიღო სასწაულისგან და დაიფშნა ხშირად არის თუ დაკვირვებთ გასაღებთან ერთად დამტრეული ბოქროქი და დამტრეული ჯაჭვი. რაც ნიშნავს ჯოჯოხეთის მეუფების დამხობას. იკონოგრაფია ძალიან ნიშნულოვნად და ძალიან საინტერესო დასახავს ამ მოვლენებს. და აი ბოლოს ქრისტეს აღდგომა, რომელიც არის დღესასწაულთა დღესასწაული და რომელიც რატო იწოდება, იმიტომ რომ ქრისტეს აღდგომით მოხდა ყველაზე დიდი საკურველება, დამარცხდა სიკვდილი
და ამის შემდგომ ადამიანი აღარ კვდება. ის გადადის სამოთხეში, თუ კი რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ საკუთარი ქმედებით დაადასტურებს და განუკუთვნებს საკუთარ თავს იესო ქრისტეს გამოხსნელობას. უღრმესი მადლობა მამაო. აი ძალიან ბევრი დეტალი ესეც ასაუბრე ხვალ აუცილებლად კიდე ორი მოძღვარი გვეყოლება. მადლობა ღმერთს რომ აი მართლა იმ ბოლო კვირას ითვალისწინებენ და რაღაც ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება და პირველი ამ ტელევიზიაში პირველი არის ის რომ აი ეს უნდა იქადაგებოდეს და მადლობა მამაო აი ამ 2 ლამაზი საათისათვის. მადლობა თქვენ რომ მოგვეცით ამის შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა სულ ყოველთვის იქნება და სულ ყოველთვის იქნება თქვენ აი იცით რა რო გიყურებდით მამაო რის შემშურდა იცით რომ შემშურდა კაიში იმით რომ აი თქვენი სტუდენტები რა ბედნიერები არიან რომ გყავთ რა იქ რა მამაო კიდე ასწავლის და ძალიან მაგარი ხალხი ხარ და ძალიან გაგიმართლათ რომ ესეთი ლექტორი გყავთ და ესეთი ადამიანი რო ყავთ ჩვენ ეკლესიას და ჩემთვის რა ვიცი თქვენი თელი საერთოდ შემაყვარეთ მხარეც კი საიდან თქვენ დაიბადეთ დიდი მადლობა მამა უღრმესი მადლობა იმ მხარესაც ძალიან უყვარხართ თქვენ ვიცი აუცილებლად მოვიკითხავ რა თქმა უნდა და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგ გისურვებთ დიდი მადლობა მამა რომ ხართ და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს თავარია და იმ ტკივილს გაუფრთხილდეთ რომელთაც ბოლოს აი რამოდენიმე ადამიანი შეგვრჩებათ მაგას ამაგეროთ ნამდვილად და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი სიკეთის და ხვალ დაგიბრუნდებით აუცილებლად ორი მოძღვარი გვეყოლება ორივე რა თქმა უნდა ძალიან დიდი და კაი ხალხი საღამოს 8 ნახევრისათვის დაგიბრუნდებით ხვალ და 8 ნახევარს და 9 ნახევარზე გვექნება აუცილებლად მეორე გადაცემად კარგად ზანდებოდეთ დროებით მე გახდეთ გიორგი დარასილა მამა გიორგი ვაშალომიძე გახდა ჩვენი სტუმარი წარმატებით მადლობა მამაო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ პატიმრებს განსაკუთრებით მოგიკითხავთ და უცხოეთში ყოფ ქართველებს კიდევ ერთხელ აი უღრმესი მადლობა რაღაც გადაყოლილები ხართ ჩემზე და კიდევ ერთხელ თქვენისებართვით წინასწარ გილოცავთ ქრისტეს წკნვალი აღდგომის მადლი გეწევდეთ და გფარავდეთ თქვენს ტელევიზიას და ჩვენს ქვეყანაზე სრულიად სოფლიოს. ამინ. მადლობა. სხვადასხვა მამაო ხმა თუ გეცნობათ მამაო ცეცხლის გარდამოხსნას აუცილებლად სულ ყოველთვის ხოლმე აი ეს ხმა რო გესმით ხოლმე რომელიც გვახარებს ხოლმე იქ არის ხოლმე პირველ რახზე გადის ხოლმე ხო მაშინ თუ რამოდენიმე პატრიარქის პირველი ზოგადად ღვთისმსახური და ნუ სხვადასხვა არხებზე გადის ერთ ერთ ჩვენთანაც არის სხვადასხვა ეს ახლა გამახსენდა პირდაპირ ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და მადლობა დიდი დროებით ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 8 ნახევრისას კარგად ზანდებოდეთ